უკანასკნელ დღეებში ღმერთი გამოჩნდება მსოფლიოში, გვაძლევს თავის სწავლებებს, აფუძნებს სიონს და მოუწოდებს ყველა ადამიანს დაუყოვნებლივ მოვიდნენ სიონში. არსებობს კონკრეტული მიზეზი და მიზანი, რის გამოც იგი ამას აკეთებს. რა მიზეზითა და მიზნით აღადგინა სიონი? ფსალმონის 123 თავის პირველ მუხლში ნათქვამია. სიმღერა აღსავალთა. აჰა, ადიდეთ უფალი, ყოველნა მსახურნო უფლისა, რომელნიც უფლის სახლში დგახართ ღამღამობით. აღაპყარით ხელნი თქვენი საწმიდრისაკენ და ადიდეთ უფალი. მიიღება სიონში. გაკურთხოს სიონიდან უფალმა. რა? ცისა და ქვეყნის შემოქმედმა. როდის შესრულდება ფსალმონის 123 თავის წინაწარმეტყველება? მარადიული სიცოცხლის კურთხევის მისაღებად არსებობს წინაპირობა. უნდა იყოს ღმერთი, ცოდვების მიტევება და დღესასწაულების აღდგენა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ასეთ ადგილას მარადიული სიცოცხლის აღება. განა ეს სიმართლე არ არის? მაშინ სად მიდიან ისინი, ვისაც მარადიული სიცოცხლის კურთხევა მიენიჭათ? განა ეს არ არის მარადიული ცათა სასუფეველი, რომელიც ღმერთმა გვიჩვენა. დღეს ჩვენ ასეთი წინასწარმეტყველებების კვალს მივყვებით. ღმერთმა ჩვენთვის ხსნის კიბე დაადგა და ახლა ჩვენ ნაბიჯ ავდივართ კიბეზე ცათა სასუფევლისკენ, წინასწარმეტყველებების თანახმად. ღმერთი რომ არ მოსულიყო ამ დედამიწაზე, სიონი ვერ აღდგებოდა. სიონი რომ არ აღდგენილიყო, ჩვენ ვერ შევძლებდით ჩვენი ხსნის მიმართულების სწორად დადგენას. ჩვენ არაფერი გვეცოდინებოდა, რა მიზანი უნდა დაგვესახას, სად მკვიდრობს ღმერთი და სად და როდის უნდა მოსულიყო ღმერთი მეორედ ხორციელად ამ დედამიწაზე. ასეთი რამეების ცოდნის გარეშე დავიკარგებოდით და უმიზნოდ ვიხეტიალებდით. თუმცა ბიბლიის თანახმად ღმერთმა აღადგინა სიონი. მაშ, რას გვასწავლიან ბიბლია და წინაწარმეტყველები? როდესაც ღმერთი გვასწავლის თავის გზებს უკანასკნელ დღეებში, ჩვენ ისინი უნდა მივიღოთ და პრაქტიკაში გამოვიყენოთ. შემდეგ კი, მოგუმადლებს ცოდვების მიტევებისა და მარადიული სიცოცხლის კურთხევას. ასევე ღმერთი მიგვიყვანს ცათა სასუფეველში დიდებისაკენ, სადაც ჩვენ ვიმეფებთ უკუნითი უკუნისამდე, როგორც ეს ჩაწერილია გამოცხადების 22 თავში. ეს არის ბიბლიის 66 წიგნში მოცემული წინაწარმეტყველების მოწმობები. როდესაც ვიფიქრებთ ღვთის მიერ ბოძებულ მადლზე, უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს. განარწმენის ეს გზა, რომელსაც ჩვენ მივყვებით, მადლიერებით არ უნდა იყოს სავსე? ის რომ არ მოსულიყო, ჩვენ არაფერი ვიქნებოდით. ღმერთია ის, ვინც გვიხსნის ყურებს მოსასმენად და თვალებს სანახავად. განა ღმერთი არ გვაძლევს გულს გასაგებად. კიდევ ერთხელ მივაგებ მარადიულ დიდებას და მადლობას ღმერთ ელოჰიმს, რომ გვიხელმძღვანელა და მოგვიწოდა აღდგენილ სიონში.